როგორ ხართ? სანამ მარტო ვარ. ახლა ძირითადად არც არავინ მაწუხებს რომ გითხრათ მართალი, მაგრამ აი ახლა ძალიან მარტო ვარ. იდეალური მომენტია იმისთვის რომ დავიწყოთ ახალ ვლოგის გადაღება. თქვენ როგორ ხართ? დაიწყეთ განტვირთვის დღეები? დასვენება და განტვირთვის დღეები დაიწყეთ უკვე თუ ჯერ არა? თუ ჯერ თქვენ ჩემსავით შოკში ხართ? ძალიან მაგარია რომ წავიდა წვები, რომ წავიდა დგები, არსად არ მეჩქარება, არავინ მოსაყვანი არ მყავს, არავინ წასაყვანი არ მყავს. სახლში აღმოვაჩინე რომ მაკრატელი არ გვაქვს. ანუ გვაქვს, მაგრამ რამე ცოტა ისეთი უხეში ნაჭერი რომ გავჭრა, არ მაქვს. გრძელი ენის პატრონებს. სახლში ყველადაირი იარაღი უნდა იყოს, ისეთი დრო დაიწყო. ცივიც და ეს ცხელიც. აუ ამანათები მომივიდა და ბარემ გავხსნათ მოდი რაღაცა ვერ ვდგავარ თუ ეგ კამერა არ მომწონს. სინათლე არ გვაქვს. ეს რა ქალვა ანტე სინათლე ვაიმე მე თეატრო დაბრმავებული. ვაიმე მერტო ამ სელფი ჯოხის გარეშე არაფერი არა ვარ. ნული ვარ, ზუსტად იგივე გამოვწერე, როგორიც მქონდა, ხო? ეგრეებია. ზუსტად იგივე გამოვწერე, როგორიც მქონდა. თუ გამიყვა ის მომიტყდა. ხო, სერია ეს. ვაიმე, ეჭუბლო ლაღა ჯიჯეტია, ჭაყვალელი. ეს დიდს ვერ ვიყენებ. ახლა კი გაჭირვებაში სხვა გზა არ იყო და მაგით ვიღებ, მაგრამ ზოგადად ეს არის იდეალური. მიაგდე, მოაგდე წაათრიე, მოთრიე, გამოიტანე. ვერ ჩერგუზნობ და არც ადგილს იკავებს. შვენიერი ძალიან გამიხარდა და ძალიან სუდი ექსკურსიის დროს არ მქონდა. ზოგადად ნახეთ. მე ვერ ვიღებ ფოტოებს. ზოგადად ვისაც ვიდეოები უფრო მიყვარს, რა ცოცხალი კადრები. მაგრამ ფოტოებს ვერ ვიღებ. ანუ სხვა ვერ მიიღებს. კი არა და ნახეთ როგორი ამბავია. მე თუ ჩემ თავს არ ვხედავ, დგები რაღაცა რეგვენივით. ანუ ყველა ჩემზე დაბლებთანაც დაბალი ბიჭა, როგორ ვიკუნტები და რას ვაკეთებ არ ვიცი ოღონდ. რაღაცა ის არამქვეყნიურად დურაკული დგომა მაქვს. ისეთი რომ ვყურე ხოლმე ფოტოებს, აი რატო ვდგავარ ესე, მაგრამ იმ მომენტში ვერ ვგრძნობ რა. ძალიან იშვიათია, აი 100 ფოტოდან შეიძლება 2-3 კაი ჯანდაბას აი ესე. თუ ჩემ თავს ვხედავ და ვაკონტროლებ როგორ ვდგა, ხო ხდები? ანუ ვდგავარ გადასარევად, მე მომწონს. ხო და ერთი კაი რამე აღმოვაჩინე, შეგიძლია როცა ესეთი სიტუაცია გაქვს და ესე გიჭირს ჩემსავით. სხვების გადაღებულ ფოტოებში რაღაცა დაიჭირო და რაღაცა ზოგი ისე არის დასპეცებული, გეფიცები ერთი გაჩხაკუნება და უკვე ეს აქვს სპეცი აქვს ფოტო. მაგრამ მე არა, შეგიძლია ჩართო ვიდეო და იპოზიორო. როგორც გინდა ისე იპოზიორო. როგორც გინდა ისე იპოზიორო, გაიგე. ხო და მე დასკრინავ რა და ეგ არის. მეორე არაფერი არ არის, 2-3 მაისური უნდა იყოს ბავშვების, ორი მგონი. ესეთი არაფერი არ არის, ამჯერად ჩამოსული. ისე წინაზე რომ ჩამომივიდა ამანათები, დამოვიწყდა, იცით? თქვენთან ერთად გამიხსნა და ზოგადად ძალიან ბევრი არაფერი მავიწყდება ხოლმე, ხან მეზარება. ხან ვაიმე თმა რა მაქვს წესრიგში და დედა რას გავარ ვიტყვი ხოლმე და აი ესე ძალიან საყვარელია დათას აკვიატება იყო რომ აი აქ აი ამით მაინც და მაინც უნდა და ჯიბიანი ოღონდ აი ამით უნდა ყოფილიყო რა ესე უნდა შეკრულიყო თორე ესე რომ გითხრათ რომ გადასარევი ნაჭერია თქო არა მაგრამ ნუ რისთვისაც გვინდა ყოველ შემთხვევაში ვაჟბეტონს გაუხარდება რომ გზარდება. დაგე. ეს არის ესეთი რაღაც, ნახე, არ ჩანს მათ, ხო? არ ჩანს. იცი დავხაროთ. რაღაცა ესეთი, ასე ეკეთათ, ტრპაჩულად, შავ კლასიკურ შარვალზე. და მე ხო ეს პოპოდია რაღაცები ძალიან მიყავს ის იგი ეს ზამთრის ის რა ქვია დაბამული ჭუსტები ვერ გავიხადე რა ვქნა მცივა შენი ჭირიმესაც შემიძლია თხელ ჭუსტში მცივა და წინდისა და კიდე ზემოდან რაღაცის ჩაცმას მე ჩვენი აიწევსენი მეტრო გამარჯობა ხომ მე აღარ ჩანვარ აი წიე მაღლა
ეს შარვალი ხლა ძმათვია ეს ჯინსი. ზუსტად 3 წლის წინ ვიყიდე და მქონდა საკმაოდ დიდი. მძვრებოდა. ახლა კარგად მაქვს, ყოჩაღ მაიგო. ისედაც ვიცოდი რომ 10 კილო მაქვს მომატებული, მაგრამ ბოლო წელიწადში, მაგრამ რა ვიცი ახლა ფლათ ასეც არ ველოდი. და ცოტა გული მეტკინა. მე კი ვერ ვგზნობ ისე სიმართლე გითხრა. ვერაფრით ვერ ვგზნობ ხოლმე. ეგ აი ზოგი 1 კილოს რო ხდება და ვაიმე 1 კილოს მომატებას რო ხდებიან და ისტერიკებში ვარდებიან. რა ვიცი მე 1.20 თუ არ მოვიბატევებიგე. აუ ეს კაია. ეს ძალიან კარგია. მაისურები აქვთ და ბევრი უგროვდებათ ხოლმე ზოგადად და აი ეს რა უბრალოდ თვითონ დავუმატე მგონი იყო ხო? აუ кейსი მაქვს ახალი გამოწერილი, ხა გამახსენდა ეს რა ჯანდაბაა. მესმე მაის ესე იგი სხვა ამანათებში მოყოდა. ისინი აფრამე ხო არ არის. აი მე ხერა საყვარელი кейსი გამოწერე. ძალიან საყვარელია. ძალიან საყვარელია ზოგადად кейსების აქსესუარების, აი ესეთი მაიმუნობების, მასხრობების ძალიან ხამი ვარ. ჩავსელფავთ. ეს ნუ მოვირჩინო ოთხეში. როგორმე. და აქ ნახოთ რა გვაქვს. всё, შემოერეთები. Legendable. Oh, გადავირია. აი, არ მახსოვდა. მოიცა. წავედით აივანზე. აი, რასიძახი. რას მეუბნები? ქოთანია ეს. მასხარაობა. მაგრამ ძალიან გაალამაზებს ჩვენ აივანს. წარცუნცულდეთ ახლა და ერთად დავკიდოთ. მოხსოვდა საერთოდ. ცოტა აბდაუბდაა ჩამოსული. დაველოდოთ დანარჩენს. მაიმი. გამანამანძოთ ჩვენი აივანი. წყალს ეს არ ითხოვს და არაფერი. ეზოებისთვის, ვაი მეცი რა საყვარელია. ბუნებრივს გავს თან ძალიან. რაც თუთიყუში ყავდა კიდე გამოწერილი თუ მქონდა საქანელაზე იჭდა სედერი უკაცრავ. ჩამოვასაც წავა, მოდი ახლა ჩვენს დავტოთ. მე ვერ ჩავშვი. მე ამას მეაუცილებლად გამოვწერ კიდე. და იმით გაფორმება შეიძლება ყველაფრის. Victor Japoria. აუზეთი იდემინდა. გამომეწერა 2-3, ჰა? ესეთი კაი არ მეგონა. ნახეთ რა საყვარელია, ბავშვებო. ისე ძალიან გავს ბუნებრივს, ისე ძალიან გავს, ახლა რბილია. ახლა გაფიჩხული ის კი არ არის. ხელოვნური ყვავილი. აი ისეთი საყვარელია, რომ აი ვერც ავხსნი. ასეც ახლა მე გამოვწერ კიდევ რამდენიმეს. და გავალამაზებ მთლიანად. სადაც გინდა მიაკარი. მე გული დამწყდა რომ მეტი არ მაქვს გამოწერილი. ძალიან საყვარელი, არ ვიცი ხა ვიდეოში თქვენ როგორ აღიქვამთ, მაგრამ არის უსაყვარლესი. მინჩი წერთ ხოლმე ტაობაოდან, რავი, ალბათ ტემოზეც იქნება თავისთავად. მაგრამ ნუ მე ტაობაოს კლიენტი ვარ და ვერაფრით ვერ გადავდივარ ვერაფერზე და ვერც გადავალ, ვერ შევცვლი. იაფია ძალიან. წყონაც რა ვიცი, ალბათ 100 გრამი იყო.
ან 200. ძალიან საყვარელია ხო მივირთვათ ყავა. თან ჩავუჯდები ახლა მე და თან გამოვწერ. ერთხელ მაინც ხო შეიძლება ყავა ისე მოვედუღო. როგორ არის სწორი მე თქვა მიყავის მოხარშვა მეგონი სწორი ხო? რომ არ ჩამთქლაფუნდეს. მოდი ახლა გავჭორავთ ახლა YouTube-ს ვუყურებთ რაღაცებს და წამიღო ფიქრები, მაგრამ თქვენ ვის უყურებთ ხოლმე ნახე ყავა კიდე გადმომივიდა ყავა. ცხელია და ვერ გავწმენთ ახლა. თქვენ ვის უყურებთ ხოლმე ისე რომ ელოდებით, როდის დადებს ვიდეოს. აი რაღაცა საჩვენო სიტუაციის თუ შინაარსის შემქმნელებს თითქმის ყველას ვუყურებ. თითქმის ყველას რა, ანუ ყველას რა თქმა უნდა ვერ, მაგრამ ბევრს ვუყურებდი. ხან ვუყურებდი, მე შემწყვეტდი, მე კიდევ და ანუ ყოველ შემთხვევაში ასე თუ ისე ვინც აქტიურობს, ყველა ვიცი რა, ქართველებს გულისხმობ. ჩვენი გოგოები, ქართველი ქალბატონები, ხო ზოგი იქით არის, ზოგი იქით არის, ზოგი სად არის წამოფანტული, მაგრამ ნუ ზოგი აქ საქართველოში, მაგრამ თუ კი აქტიურობენ, მაინც შიგადაშიგ შევიხედები ხოლმე, რა ხდება ხო კარგად არის. საერთოდ აი ამ კონტენტის პირველი ვიდეო შემხვდა, არ ვიცი თქვენ თუ გახსოვთ ნელიკო. ავსტრიაში ცხოვრობს ქართველი გოგოა. ძალიან კარგ ვიდეოებს აკეთებდა და სხვათა შორის შემდეგ გასაოგნებლად ძალიან ცოტა გამომწერი ყავდა. მაშინ მით უმეტეს არ იყო ახლა ასეთი დიდი არჩევანი იმას ვიგებ ძალიან ბევრი წლის წინ, იმიტომ რომ უკვე რამდენიმე წელი აღარდებს YouTube-ზე ვიდეოებს, ძირითადად Instagram-ზე ხალხი გადაცხოვრებული. თუმცა ჩემთვის Instagram-ი რაღაც ვერ რა, ვერ შევისის ხორცე. ძირითადად ვუყურებ აი ესეთი ტიპის ვიდეოებს რა. რასაც მეც ვდებ ზუსტად მსგავსი შინაარსის ვიდეოებს. და ასევე სამოგზაურო ვლოგების ხურება მიყვარს ძალიან და ამაზე ვინ გაგახსენებათ თუ არა სოსო. და ძალიან მომწონს კიდევ ლეოს ვიდეოები, როგორ წერია ლეოს რა. ძალიან სასიამოვნო საყურებელია, მართლა გემრიელი და თითოეულ ნაბიჯში თითქოს იქხარ რა. ძალიან ადამიანური ჯიგრული ვიდეოები აქვს, მოგეწონებათ თუ არ იცით. რაც შეეხება ქალბატონებს ბევრს ვუყურებდი სხვათა შორის. აი მე ვინც მომწონდა და მე ვისაც ვუყურებდი ხოლმე აღარდებენ ვიდეოებს, იცი? ერთი ელენე და ერთი ნათია, რომლებიც ამერიკის ხაზია ელენე, მაგრამ აღარდებენ რა ვიცი, არ ხდება მაგათი ვიდეოები. აი ახლა სიტყვა მოიტანა გამახსენდა. არ შემხვედრე მე მაგათი ვიდეოები არ და გამოწერილი მყავს ორივე და კიდევ ბევრს ვუყურებდი ხოლმე. სხვათა შორის ერთ-ერთი გოგო იყო მარი. მაშინვე ვიცანი კომენტარშიც გადავხადე მადლობა და აქედანაც მადლობა თუ კიდევ შეხვდება ვიდეო და უყურებს. იმიტომ რომ მართლა ერთადერთი გოგოა, რომელმაც წარმატებები მისურვა. ხო, ისე რომ ეგ უნდა მეთქვა. იცით ვინ მომწონდა კიდევ ძალიან? მრავალშვილიანი დედა იყო ერთი. იყო რა არის, უბრალოდ YouTube-ზე აღარდებს ვიდეოებს აშკარად. ნინო. აი მე ძალიან საყვარელი და ძალიან კარგი. აი მე მქონია მაგალითად რა შვებანი და თუ არ პერიად და თუ ანუ ხო შვიდობა გავფიქრები აგებიცებით, იმიტომ რომ ეჩვევი რა გინდა არ გინდა ადამიანს. ბუბუს ჩავიყვან, იმიტომ რომ ხვალ საღამოს ალბათ დრომოვიდა ჯარებს, აი ძალიან მეზარება გუშინ დილით იყო რაღაც ის სიტუაცია, რომ ბარემ მოდი წაგიყვანო და კიდევ კარგი არ წავედი დღეს რაღაცა ვერ ვარ ფორმაში თულად კარგად და კარგია რომ არ წავედი, იმიტომ რომ ზაფხულში ყოველ ძა რაღაცა ვერ ვარ წობში. ხვალ საღამოს თუ არა ზეგ აუცილებლად უნდა წავიდე. ვეღარ გამწელა ვერაფრით. ჩემი დიშვილები რაღაც ვიდეოებს ყრიდნენ წელს. აი ვიდეოში ვიგრძენი რა დონეზე უგონოთ ცხელად აი დანახვა არ შემიძლია თბილისის ამ დროს, მაგრამ სხვა გზა ახლა არ არის. ვფიქრობ რომ ამ წასვლაზე დუშეთში ვერ წავალ. უფრო მირჩევნია მერე წავიდე და დავრჩე, ვიდრე არ ვიცი რა, მოკლედ როგორ იქნება და ეს წადი წამოდით სიმართლე მოგითხრათ ბიზარია. ხო ვიტყვი ხოლმე და აი ფიქრში რომ იქ წავალ, აქ წავალ, მაგრამ საქმეზე რო დგება საერთოდ წხდები და ვკვდები და აღარაფერი აღარ მინდება. სახლში მინდა ვიჯდეზე იდიოტივით მარტო. არ ვიცი საიდანაც გადავედი.
რით დავიწყე და რით დავამთავრე იგი ძალიან მახსოვს, მაგრამ ნუ რა ვიცი, მიჭრი და გამოვა აზრი. აბედროებით.